დედამიწაზე მცხოვრებთაგან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო სოლომონ ბრძენი. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ სოლომონი გამდიდრდა მას შემდეგ, როცა ღმერთმა მას სიბრძნე უბოძა. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონს არ დაუყრია სხვა ქვეყნები, ომი არ გამოუცხადებია და ასე შემდეგ, სოლომონი აკეთებდა რაღაცას, რამაც ის და მისი ქვეყანა აქცია ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და ქვეყანად. ხშირ შემთხვევაში გგონია, რომ ეგ სოლომონმა ქნა, თორე მე მაგას როგორ ვიზამ და თუ წაიკითხავ, ზუსტად წერია რას აკეთებდა, ზუსტად წერია. პირველი რასაც ვიგებთ, რაღაცას ვიგებთ, მაგრამ ერთ-ერთი რასაც ვიგებთ, არის ის, რომ სოლომონს დაწერილი ჰქონდა 3000-ზე მეტი იგავი. მოდი ახლა სანამ გავაგრძელებთ, ცოტა კარგად შევხედოთ. ცხოვრობთ სოლომონის დროს. და ჩვენი სოციალური სივრცე არის ის ფიზიკური სამყარო, სადაც ადამიანები ჩვენ შესახებ იგებენ, ესმით ჩვენი, ხედავენ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ფიზიკურ სამყაროში რომ რაღაცას წერ, ეგ ზუსტად იგივეა, როცა დღეს ციფრულ სამყაროში რაღაცას პოსტავ. უბრალოდ ფიზიკურ სამყაროში რომ რამე დაპოსტო, უნდა იყოს კალამი და ფურცელი და ხელით ფიზიკურად დაწერო. შესაბამისად, როცა ვკითხულობთ, რომ სოლომონს 3000-ზე მეტი იგავი ჰქონდა დაწერილი, დღეს რომ სოლომონს ეცხოვრა, წავიკითხავდით, რომ სოლომონმა დაპოსტა 3000-ზე მეტი იგავი. ესე იგი, სოლომონ ბრძენი პოსტავდა. ახლა გაგეცინოს თუ გინდა ძმაო, მაგრამ პოსტავდა. იმიტომ რომ მაშინ სხვა სამყარო არ არსებობდა, ფიზიკური სამყარო იყო და იქ რომ რამე ადამიანს გააგებინო, უნდა დაწერო და მიცე. და დღეს რო იგივე ადამიანს გააგებინო, უნდა დაწერო და დააჭირო post. იმდანად მოწონდათ ადამიანებს სოლომონის იგავები, რომ ხალხი მერე გადაიწერდა ხოლმე, დაიზეპირებდა ხოლმე, სხვებს გაუზიარებდა, აზრს გამოთქვამდა, აღფრთოვანდებოდა, მერე კიდე გადაიწერდა, კიდე სხვას გაუზიარებდა. ანუ აშიარებდნენ, ტიპის პოსტებს აშიარებდნენ. შესაბამისად, სოლომონმა სახელი გაითქვა დედამიწის კიდით კიდემდე, რომ იყო მაგარი გიჟი, მაგარი ბრძენი იყო. სანამ გავაგრძელებთ ფულს როგორ შეულობდა, მანამდე მინდა გკითხო. პირადად შენ 3000-ზე მეტი პოსტი თუ გამოგიქვეყნებია, რომლითაც ადამიანები გაიგებდნენ, რომ შენ სფეროში მაგარი გიჟი ხარ. სულ ერთია ვინ ხარ? ექიმი ხარ, ვექილი ხარ, ბუასელს კურნავ, ხალხის ციხიდან გამოყავს, არ ვიცი, ინგლისურს ასწავლი, თიხი და რაღაცებს ზერწავ. რასაც უნდა აკეთებდე? 3000-მდე პოსტი, ან იგავი, ან რაღაცა დაგიწერია, რითიც ადამიანები გაიგებდნენ, რომ ეს რა მაგარი გიჟია ძმაო თავის საქმის. თუ არა, რატომაც არა, ქენი. მაგრამ მეორე, სოლომონი ერთი რომ ქმნიდა რაღაცას, რასაც უფასოდ აზიარებდა და ეს მას უქმნიდა ექსპერტის სახელს, ნიშნავს იმას, რომ 3000-ზე მეტი იგავი მისთვის იყო lead მაგნიტი, თანამედროვე მარკეტინგული ენით რო ვთქვათ. ანუ აკეთებდა რაღაცებს, რითიც იზიდავდა პოტენციურ მომხმარებლებს. მაგრამ მისი პოტენციური მომხმარებლებიდან მის პოტენციურ მომხმარებლებს შეადგენდა ორი კატეგორია. იყვნენ მეფეები და დიდებულები და დედოფლები, ანუ high ticket offer ხალხიც იყო და იყვნენ ჩვეულებრივი მსახურებიც. მაგრამ ორივე კატეგორიას მოჰქონდა მათი ცხოვრებიდან საუკეთესო და უხდიდნენ იმის სანაცვლოდ, რასაც მისგან ისმენდნენ. შესაბამისად, თუ გინდა რომ შენს იგივე ბიზნეს მოდელი დანერგო შენს საქმეში, გჭირდება შეთავაზება, ანუ ეს იყო ოფერი, ეს არის ოფერი, ერთი სახის ოფერი, რომელსაც ადამიანებს უფასოდ აძლევდა იმისთვის, რომ ამ ოფერით ყიდულობდა ექსპერტობას და სურვილს, რომ მოსულიყვნენ და მოესმინათ, მაგრამ იმისთვის, რომ მოსულიყვნენ და მეტი მოესმინათ, ჰქონდა კიდე ერთი ოფერი, რომელიც იყო ჩვეულებრივი ხალხისთვის. მაგრამ ჰქონდა კიდე ერთი ოფერი, რომელიც იყო მეფეებისთვის და დედოფლებისთვის. მოდიოდნენ მეფეები და დედოფლები და უხდიდნენ, მათი ქვეყნიდან მოჰქონდათ რაც საუკეთესო იყო, იმიტომ რომ რასაც სანაცვლოდ ისმენდნენ, გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე ის, რასაც იხდიდნენ. მაგრამ აქაც არ გაჩერდა. კიდე ერთი ოფერი ჰქონდა.
სანამ მეოთხე ოფერზე გეტყვი, მანამდე მინდა რომ რეალურად შეხედო სინამდვილეში რა ბიზნეს მოდელს იყენებდა. აკეთებდა შეთავაზებებს უფასო სარგებლის, რომელიც აგენერირებდა მეტ პოტენციურ მომხმარებელს. პოტენციური მომხმარებლებიდან უმეტესობა ყიდულობდა ჩვეულებრივ ოფერს, მაგრამ ასევე, ნახე, იზიდავდა მეტს, ყიდდა მეტზე და ჰქონდა ოფერი, რომელშიც იხდიდნენ მეფეები კიდევ უფრო მეტს, ანუ ყიდდა მეტად და კიდე ერთი ოფერი ჰქონდა. უხდიდნენ ყოველწლიურად. Subscription ჰქონდა. Subscription. ითქეს იტყვი რომ ხო, მაგრამ უხდიდნენ ყოველწლიურად ნიშნავს იმას, რომ ჰქონდა ოფერი, რასაც ხალხს ეუბნებოდა. ეს თუ გინდა დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღო, ყოველწლიურად გადაიხდით ამდენს. სინამდვილეში რითიც სოლომონი გამდიდრდა, იყო მისი სიბრძნე და ის, რასაც ამ სიბრძნიდან გამომდინარე აკეთებდა, გამოიყურება აი ასე, ზუსტად ასე. კიდე ბევრი სიღრმეები აქვს სოლომონ ბრძენის ბიზნეს მოდელს, მაგრამ ეს ის მარტივი 4 ნაბიჯია, რომელიც დღესვე შეგიძლია დანერგო შენს ახლანდელ საქმიანობაში. და ამისთვის არ გჭირდება დროისა და ფულის კარგვა, შეგიძლია დაესწრო მეტი და მეტის 5 დღიან ღონისძიებას და გახდე ერთ-ერთი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, როგორი უნდა იყოს მისი ოფერი, იმისთვის რომ მოიზიდოს მეტი პოტენციური მომხმარებელი. როგორი უნდა იყოს მისი ოფერი, რომ გაყიდოს რაც შეიძლება ბევრზე, როგორი უნდა იყოს მისი ოფერი, რომ გაყიდოს რაც შეიძლება ბევრად, ანუ მეტად, ზვირად და როგორი უნდა იყოს მისი ოფერი, რომ გაყიდოს რაც შეიძლება ხშირად, ანუ მეტჯერ. ერთხელ გაყიდო, მაგრამ გიხდიდნენ და გიხდიდნენ რეგულარულად. თუ ეს ის საკითხებია, რომლის დანერგვა ჩვენს ბიზნესში გინდა, არ არის აუცილებელი რომ 4-ვე დანერგო, მაგრამ ერთი უეჭველი, რასაც ვერ გამოვაკლებ, არის ეს. და დარჩენილი 3-დან შეგიძლია დანერგო მინიმუმ 1 და შენი ბიზნესი დაიწყებს უბრალოდ იმაზე მეტი ფულის წერას, ვიდრე ოდესმე უწერია. მაგრამ თუ დანერგავ 3-ვეს, ვაფშე სახეს გადაიძრობს. და თუ გაინტერესებს როგორ დანერგო 4-ვე, და ეს არის მეტი და მეტის 5 დღიან ღონისძიებას, სადაც განვიხილავთ, როგორ მოიზიდო მეტი, როგორ გაყიდო მეტზე, როგორ გაყიდო მეტად და როგორ გაყიდო მეტჯერ. თუ ამ ვიდეოს უყურებ YouTube-ზე, აღწერაში იქნება ლინკი. თუ უყურებ Facebook-ზე, დაპლიუსდი და პირადში გამოგიგზავნე. თუ უყურებ TikTok-ზე, პროფილის აღწერაში იქნება ბიოში, პროფილის ჩემი ფოტო, მრგვალი ფოტო, სადაც არის იმის ქვემოთ იქნება. თუ უყურებ Instagram-ზე დაპლიუსდი და პირადში გამოგიგზავნე. წარმატებები.